სამსახური და გაათავისუფლეს ქეთევან გილაშვილი პირადი განცხადების საფუძველზე. ეს განცხადება დაწერილია 2010 წელში, როცა ხდებოდა სამსახურზე სახელის შეცვლა. ადრე იყო კულტურის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საქმეთა და ასე შემდეგ განყოფილება, სადაც ეს მუშაობდა თავად სპეციალისტთა განათლების დარგში. შემდეგ ეს გადაკეთდა სამსახური და დაერქვა სოციალური სამსახური და იქვე დაინიშნა სოციალური სამსახურის თანამშრომლად განათლების დარგში, სპეციალისტად განათლების დარგში. იმ პერიოდში ყველა თანამშრომელს გთხოვეს დაგვეწერა განცხადება და არ გათავისუფლების თაობაზე და არ დაგვეწერა თარიღი და ამოიღეს ასეთი განცხადება. ამისთანა განცხადება ხელზე აქვთ, რომ არის დაწერილი 2008 წელს დააწერინეს მოტყუებით და სულ სხვა სათაური და დასახელება ქონდა ამ ორგანიზაციას და ეხლა სულ სხვა ის არის დაწესებულება და აი ამისთანა ის უჭირავს ქალს აბუთი ხელში და რაღაცა აბსურდებს გელაპარაკება მოსამართლე. კომაგი რა თქმა უნდა ქალბატონმა ჩვენ მოგმართა და ჩვენ გაუწევთ დახმარებას, რა თქმა უნდა. და ყველა ასეთი ადამიანი, ვინც იქნება დაზარალებული ხელისუფლებისგან ასე უსამართლოდ, ყველა მოგმართავს და ყველას გაუწევთ დახმარებას.